გამარჯობა, ზუგობარი თქვენთან არის. დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, წვიმს, თოვს, ცივა, მაგრამ მაინც გაზაფხულის პირველი დღეა და ძალიან მიხარია. თქვენ ალბათ ამას ცოტა გვიან ნახავთ, მაგრამ როცა ვიწერთ გაზაფხულის პირველი დღეა. დღეს პრაქტიკუმი გვაქვს, ასე ვთქვათ. პრაქტიკული რჩევა მინდა მივიღო თორნიკე ჩაგელიშვილისგან, რომელიც არის კინოლოგ ინსტრუქტორი და რომელთანაც მოვედი ერთი კონკრეტული ამბით. აი, რითი? ცოტა ხანში გაიგე. გამარჯობა. ესე იგი, ყავს ორი ძაღლი. ეხლა მინდა კატაც ვიყოლიო. ხო და ვიცი რა თავგადასავლები მელის წინ და ამ ძაღლების შეჩვევა მომიწევს კატასთან. და ვიცი რომ არ იქნება იოლი. დავდგები რაღაცა პრობლემების წინაშე. ამიტომ მოვედი დაახლოებით მაგას ზოოაგრესიას ეძახიან, სხვა ცხოველების მიმართ. სხვა ცხოველების მიმართ აგრესია. სხვა ცხოველების მიმართ აგრესია, როდესაც ჩემ ძაღლებს არ უყვართ კატა, თუმცა აქვე იმასაც დავამატებ, რომ მყავდა კატა. ოღონდ ის კატა ჯერ კატა მყავდა, მერე ორივე ძაღლი მოვიდა და ესენი რაღაცნაირად ამის სამფლობელოში რომ მოვიდნენ, შეეგუებიან, მაგრამ ეხლა ის აღარ არის. ახლის მოყვანისას რა პრობლემების წინაშე დავდგები. თუ კატასთან გქონიათ ურთიერთობა და დამოკიდებულება, მაშინ შედარებით გამომარტივდებათ, რა თქმა უნდა. თუ უცხო არ არის საერთოდ კატა მათთვის, მაშინ შედარებით გამომარტივდება, მაგრამ თლად ეს მარტივიც არ იქნება, რა თქმა უნდა, მოგიწევთ რაღაცა ბარიერების გადალახვა, თუ გინდათ რომ ერთ სივრცეში ყავდეთ კატა და ძაღლი და პირველ რიგში, როდესაც ერთ სივრცეში არიან კატა და ძაღლი და ჩვენ გვიწევს მათი ერთმანეთთან შეგუება, ეს ყველაფერი ხდება აი ესე რომ ვთქვათ, წამახალისებელი რაღაცით ეს ნიქი იქნება თუ რაღაცით იქნება, ძაღლის კონცენტრაცია უნდა გადმოიტანოს შენზე, ყურადღება უნდა გადმოიტანოს შენზე, როდესაც ოდნავ რამეს დაინახავ, რომ ძაღლს კატაზე არ აქვს რეაქცია და უბრალოდ ყურადღებასაც არ აქცევს და თქვენზეა გადმოტანილი ყურადღება, მაშინ აუცილებლად უნდა წავახალისოთ, დავაჯილდოოთ რაღაცით, ყველა ოდნავ გაწევაზე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში ესე და ზედმეტ რაღაცა ემაზე, უნდა გქონდეს რაღაცა სასჯელი, ოღონდ რა სასჯელი, რა თქმა უნდა, არის რაღაცა ესეთი აპრობირებული მეთოდები, რა თქმა უნდა, ამის არა, რა თქმა უნდა, ცემა და ტყება და არა ეს გამორიცხულია. ამაზე ცალკე შეგვიძლია რაღაცა 1-2 სიტყვა ვთქვათ, ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის. ძაღლის ცემა ფსიქოლოგიურად ანგრევ პირველ რიგში ძაღლს და მე უკვე იმას კატასთან კი არა, ვერაფერთან ვერ შეაგუებ, საერთოდ შენ თვითონ ადამიანთან ურთიერთობა გაგიჭირდება და უჭირს ამ შემთხვევაში ძაღლებს რა. როდესაც ოდნავი რაღაცა ზედმეტი რეაქციას დაინახავ, რომ გაიწევს, რაღაცა მეთოდით აუცილებლად უნდა დაშროთ, თუნდაც ეს ეკეთოს რაღაცა ესეთი უხეში მარყუჟენ საბელი ამის მოქაჩვით ან რაღაცით, რომ დისკომფორტი შეუქმნათ. ყველა ესეთ გაწევაზე უნდა შეუქმნათ აუცილებლად დისკომფორტი. რამდენი არ გაიწევს და გადმოიტანს თქვენზე კონცენტრაციას უბრალოდ გამოგხედავთ, თქვენი მზერა იქნება დაჭერილი და თქვენსკენ იქნება ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა წაახალისოთ რაღაცით. ეს ყველაფერი აუცილებლად გაუждდება ფსიქოლოგიურად. გააჩნია რა თქმა უნდა ასაკს ძაღლისას, რაც პატარა ასაკიდან მოგვიწევს, ახლა თქვენი ძაღლები რა ასაკის არიან მაგალითად. ერთი უკვე მოხუცია. პატარაობიდან რა თქმა უნდა ჯობია და სასურველია და უფრო ბევრად მარტივი არის ეს სოციალიზაცია ერთმანეთთან კატას და ძაღლის ასაკის და ზრდის მერე რა თქმა უნდა რთულდება, მაგრამ არა, შეუძლებელი არ არის, ხო თქვა როგორ არა, შეუძლებელი არ არის, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. უნდა მიდგომა რაღაცა ხერხებით, რომლითაც აუცილებლად დაუმეგობრდებიან ერთმანეთს. რა, ეს შეიძლება არ მოხდეს ერთ დღეში, არ მოხდეს ორ დღეში, მაგრამ აუცილებლად დაუმეგობრდებიან ერთმანეთს რა. ესე იგი, ეხლა რომ კარგად ჩამოვაყალიბო, იმიტომ რომ გასავლელი მაქვს. მოვიყვანე კატა, დავსვი ოთახში. ეს ორივე ძაღლი დაბმული მყავს? არა, დაბმული. ნუ, საბელზე? ხო. ყველა ერთ ზედმეტ ნაბიჯზე გაწევაზე, ასე რომ ვთქვათ, უქმნით აი დისკომფორტს როგორც გითხარით. მოგკაჩავთ აუცილებლად კისრის ეს ყველაზე აპრობირებული მეთოდი ჩემთვის მაგალითად სასჯელი ბრჭყალებში ძაღლისთვის არის ეს. ერთადერთი ხერხი, რომელსაც მიმართო, ეს არის კისერში ეს რაღაცა დისკომფორტის შექმნა, რომელიც ხდება ძალიან მარტივად, ძაღლი მე უждდება ფსიქიკაში, რომ ერთხელ გავიწიე, რაღაცა მოხდა, ორჯერ გავიწიე, რაღაცა მოხდა და ხო რა, არ ვიწევი და წყნარათა ვარ, ჩემთვის ავარ და რაღაცა წამახალისებელი ხდება და დადებითი რაღაცა ემოციას ვიღებ. აი ეს რაღაც არის ძირითადი ფაქტორები რა. როგორ მივხვდე, რომ უსაფრთხოა უკვე ამისი აშვება? ძალიან მარტივად მივხვდებით, უბრალოდ ქცევიდან გამომდინარე, უბრალოდ არანაირ აგრესიას ვაღარ გამოხატავს და არანაირ ზემოდან ვაღარ გაიწევს.
წყნარა და შვიდად რო იქნება. ეხლა ესეთ მეთოდზე რა სიტყვით? მოვკიდე კატას კნუწელი და მივუყვანი ახლოს. აი ამ ფაზის მერე დაუშვათ რაც გავიარეთ. ეს რამდენად მისაღებია, რამდენად უსაფრთხოა. მივუყვანე ახლოს და იმისგან რა რეაქციას უნდა ველოდე? თუ ეს ყველაფერი უკვე ფსიქიკაშია გამჟდარი და უკვე საბელის გარეშე წავს ესე, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. ისედაც მიუყვან თუ თვითონ მივ არანაირი რეაქცია აღარ იქნება, თუ ეს უკვე შეჩვეულია კატასთან ურთიერთობას რა. თავიდან სხვა რაღაცა იქნება, აუცილებლად გაიწევს, აუცილებლად ექნება ეს მკაცრი რეაქცია, რაღაცა რო ვთქვათ. მეორე შემთხვევაში უკვე დაინახავ შენ თვითონ რომ უბრალოდ აღარა აქვს იმის ინტერესი, რომ რაღაცა ის აგრესია გამოხატოს, გაიწიოს და უბრალოდ ეს უფრო აინტერესებს, ეს რაღაცა სნეკი უფრო აინტერესებს, ეს შენ დადებითი რაღაცა სიტყვას მოსმენა და მოფერება აინტერესებს, ვიდრე ეხა კატაზე რაღაცა ეს უაზრო რაღაცა გაწევა რო ვთქვათ. ეხლა იგივე საკითხი დგება არა იმ კატასთან, რომელსაც სახლში მოვიყვანდა, არამედ იმ ცხოველებთან, რომლებიც გარეთ გვხვდებიან. ეხლა ზოო აგრესიაში ხო სხვა ძაღლებიც შედიან. რა თქმა უნდა. სხვათა შორის სუგობარის მაყურებელმა იცის ბალუ, რომელიც გაჩუქებაში ცოტა წვლილი მე ჩავით მიიღე, როგორც გავიგე შენთანაც ყოფილა. კი, მოგვიწია მე და ბალუსაც. ამდენად გავიგე რომ ცოტაო ადამიანების მიმართ აბსოლუტურად კეთილშობილია, მაგრამ ძალიან მარტივი ეს მაგალითი შემიძლია მოვიყვანო რა. ხო. ბალუ იყო ასე რომ ვთქვათ და გამოხატავდა ბალუ ხო ზოო აგრესიას რა. ერთ ძაღლზე შეიძლება საერთოდ არ ქონოდა რეაქცია, მაგრამ მეორე რაღაცა ძაღლზე ხომ მქონია ხა როცა მყავდა ეს ჩემთან როცა იყო ბალუ გერმანული მაგალითად ნაგაზე არ ქონდა საერთოდ რეაქცია სიტყვაზე ვიძახი რაღაცა მომენტში და ესე თამაშობდა მეორე გერმანულ ნაგაზე ორი მყავს ერთი პატარა ცოტა ერთი დიდი მეორე ზე ძალიან იწევდა რა. ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაცა გამომწვევად იმისგან რამეს ხედავდა და იმის გამო არა, უბრალოდ რაღაცა ისე აჩემებული, ესე რომ თქო ამოიჩემა, აი ამაზე ესეთი რეაქცია ქონდა, ამაზე შეიძლება რომ ამასთან მეგობრობდა და არ ქონდა რეაქცია. მაგრამ ბალუს ქონდა ყველაზე დიდი პრობლემა სოციალიზაციის ნაკლებობა, რომელიც პატარა ასაკიდანვე აუცილებლად უნდა გაიაროს ზაღლი რა. ზოოაგრესია არ ნიშნავს ბორო ძაღლს რა. ზოოაგრესია ყალიბდება რაღაცა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცა ტკივილი, სტრესი, პატრონის არასწორი დამოკიდებულება, ტერიტორიის დაცვიდან გამომდინარე, ეს ყველა ძაღლს რაღაცა სტანდარტულად აქვს, ყველას ინდივიდუალურად აქვს ეს ყველაფერი და აი სოციალიზაცია ყველაზე მთავარი არის, რომ ატარა ასაკიდანვე მივაჩვიოთ ძაღლებს რა. მე მქონია ხოლმე პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები სწავლებაზე რომ მყავს ძაღლი, რომ ჩემი ძაღლი გარეთ არ გამყავს, სხვა ძაღლებთან არ ვაძლევ ურთიერთობის საშუალებას, არ ვათამაშებ, რამე არ დაუშავონ, რამე არ გადადონ, ეს არის ყველაზე მცდარი და არასწორი დამოკიდებულება. მაშინ რახან პრაქტიკუმი გვაქვს, ისევ პრაქტიკაზე წავიდეთ. წავიყვანეთ ჩემი ძაღლი საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი ძაღლია. ეს მოდი აგრესიას, ზოოაგრესიასთან ერთად შიშიც გავაერთიანოთ. ან იწევს, ან გარბის. ან იწევს, ან გარბის. აი ამასთან რა პრაქტიკული ხერხები გვაქვს? ეს გაწევის მომენტებიც არის რა თქმა უნდა თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით უყალიბდება ძაღლს იმ შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, რასაც აღიქვავს სხვა ძაღლის მხრიდან. როდესაც ჩვენ ესე სივრცეში გავყავს ძაღლი, ყველაზე მარტივი ხერხი რაც შეიძლება იყოს, ეს არის როდესაც ხედავ რომ შენი ძაღლი იწევს სხვა ძაღლებზე, იგივე რაც კატის შემთხვევაში ვისაუბრეთ, ის სნექებით, ის რაღაცა წამახალისებელი რაღაცეებით შენ თავზე გადმოატანიო კონცენტრაცია და აი ამ შემთხვევაშიც რაღაცა მანძილის თემასაც ეხება, მაგრამ მანძილის გაზდის იმას რა, შეიძლება ნელ-ნელა ხო იცი შორიდან, მე ნელ-ნელა მიდიხარ. ესე იგი, როგორც მე მივხვდი, ესეთი რაღაც შეიძლება გავაკეთოთ, რომ მაგალითად ავიღოთ რაღაცა მანძილია 10 მეტრი, 15. დაუშვათ, ჯერ ვაღწევთ იმას, რომ ძაღლი 7-ად იყოს 15 მეტრის მანძილზე კი. მერე ნელ-ნელა რა თქმა უნდა ვამცირებთ მანძილს და მივდივართ ახლოს ამ ძაღლებისკენ, უბრალოდ უყურებთ მის რეაქციას. და ყველა მის ოდნავ გაწევაზე, როგორც თქვით, აი იგივე ზუსტად ის დაჟის მეთოდიო, აი ის აპრობირებული, როგორც მოგახსენეთ, წინა შემთხვევაში, აი ესე ამ საბელზე, აი ესე ამ დისკომფორტის შექმნით, ნელ-ნელა ვამცირებთ ამ მანძილს რა. რამდენი აი ესე გაიწევს, იმდენი ამას ვქაჩავთ, რა თქმა უნდა, ხმამაღალი ფუთი, ერთადერთი სიტყვა, მე ყოველთვის ამას ვიძახი, ჩემი პრაქტიკიდან ყველაფერთან გამომდინარე, რომ
ძაღლს არასოდეს, რა თქმა უნდა, დაუყვირო, არასოდეს ტონს არ უნდა უწევო, ერთადერთი ინტონაცია, რომელიც უნდა იყოს ყველა სიტყვისგან განსხვავებული, ეს არის ფუ. ძაღლმა რომელმაც შეიძლება არ იცოდეს არაფერი საერთოდ და სოციალიზაციაც არ ქონდეს გავლილი, მაგრამ ეს სიტყვა აუცილებლად უნდა იცოდეს. ამ შემთხვევაში ფუ ჩვენი შეიძლება ვიღაცამ სხვა სიტყვა დაასწროს, ოღონდ ეს ოღონდ ერთი რაღაც კონკრეტული უნდა იცოდეს თავის დანებების ბრძანების მიზნით რაღაცა ერთი კონკრეტული სიტყვა. ამ ხშირ შემთხვევაში როგორც ვთქვი, ფუ ეს ყველაზე ისეთი რაღაცა მეთოდი არის რა. მოკლედ მაძალებენ რომ ხშირად შეგახსენოთ რომ ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ და გაუგზიაროთ მეგობრებს და კომენტარები დაწეროთ და ლაიქი გააკეთოთ. მე ვცდილობ ხოლმე რომ არ შეგაწუხოთ ხშირად, მაგრამ მითხრეს რომ არა, უნდა შეაწუხო ხო და გაწუხეთ. სანამ გავაგზავნებთ, ეგ საქმე გააკეთეთ. ეხლა ჩვენი სპონსორის ნუტრიმაქსის შეკითხვა მინდა დაგისვათ. არიან თუ არა ჯიშები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ ზოოაგრესია, აი უწერიათ დახასიათებაში რომ აქვთ და არიან თუ არა ჯიშები, რომლებსაც არა აქვთ ეს ზოოაგრესია. ჩვენ არ უნდა გვაუწყდეს ერთი რაღაცა. აგრესიული ძაღლი არ იბადება. აგრესიული ძაღლი ხდება მე როგორც ვთქვით, რაღაცა სხვადასხვა ფაქტორებიდან. ამიტომ ესე რაც არ უნდა ეწეროს, უბრალოდ არის ეხა გავრცელებული ჯიშები, როგორც ყავს. ყველა დაჩაგრული ჯიში ჩემი ასე პიტბული, რომელიც აი ესე უბრალოდ არასწორი მიდგომით, არასწორი დამოკიდებულებით ესე კაციჭამია სახელი შევარქვით და შერქმეული აქვს ზოგადად, რომელიც არის მცდარი, შეიძლება პიტბული გაზარდოთ სწორი დამოკიდებულებით, სწორი მიდგომით ისეთი, რომ ზედმეტად არ დაიყებოს და არ გაიწიოს არაფერზე და სუიძახი შემიძლია პრაქტიკაში პუდელი გავზარდოთ ისეთი, რომ შეიძლება კაცი შეჭამოს რა. ძალიან ისეთი რაღაცა სწორი მიდგომით ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ კი, შეიძლება გენებში კონდეს მას რაღაცა, ვერ იქნება ვერანაირად ეხა მალტეზეს და ეხა როტოილეს ერთი და იგივე ხასიათი აუცილებლად რაღაცა განსხვავებული იქნება, მაგრამ დამოკიდებულება ყველაზე მთავარი და ყველაზე სწორი რაც არის მიდგომა. დამოკიდებულება მიდგომა. ყოველთვის ერთი რაღაცა სიტყვას ვამბობ ხოლმე ძაღლის და ადამიანის ურთიერთობა შორის, ეს არის დამოკიდებულება რა, რომელიც თვითონ უნდა შექმნას მე პატრონემ ძაღლთან. სტანდარტულად როგორც ვიცით ხო 13-15 წელი ხო ძალიან დიდი დროა რომელიც ერთად უნდა გავატაროთ ხო ძალიან დიდი დროა და შენ თვითონვე უნდა შექმნა ეს დამოკიდებულება რომ ეს 15 წელი შემდეგი 15 წელი იყოს შენთვის ბევრად მარტივი და რაღაცა ისეთი გასავლელი და რა თქმა უნდა ძაღლისთვისაც რა ამ დამოკიდებულებას ქმნის შენ თვითონ რა მესმის რომ შეიძლება არის ხოლმე ისეთი შემთხვევები რომ რაღაცა კინოლოგთან ვერ მიყავს ძაღლი რაღაცა ცევის კორექციებს ვერ მაგრამ შენ თვითონ აუცილებლად უნდა გააკეთო რაღაცა რა ძალიან მწირი დრო მაინც უნდა დაუთმო ამ ძაღლთან ურთიერთობას რომ ეს დამოკიდებულება გამოიმუშაოს გარდა იმისა რომ არსებობს უცხო ზოოაგრესია უცხო ძაღლის უცხო ცხოველის მიმართ მაგალითად შინაური ძაღლები ჩხუბობენ ერთმანეთში ამ შემთხვევაში რა შეიძლება ჩვენი პასუხი იყოს იმიტომ რომ ნახე როდესაც ბავშვები ჩხუბობენ შეიძლება დამნაშავე რაღაცნაირად დასაჯო დატუქსო და უთხრა რომ ამ შემთხვევაში შენ არ იყავი მართალი. აი მან რა ხდება? აი მაგალითად შენ რას ფიქრობ შენი ძაღლები რა მიზეზის გამო შეიძლება ჩხუბობდნენ? იცი რა ერთი ნივცვერი ყოფენ შეიძლება რა სათამაშოს გამო შეიძლება რაღაცა საჭმის რაღაცა ერთმა ცოტა მეორეს დაჩაგვრა დაიწყო იმიტომ რომ ის მეორე მობერდა. და ხანდახან მაგაზე ინსტინქტურად უკვე ხო აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ეს წესრიგი დავამყარო? ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზავ ვერაფერს. ხა შეიძლება მეუბნები კონკრეტული იმაზე რა, ხა ვერ იზავ ეს ორი ძაღლი რო არის, ხა სათამაშოს გამო, ამის გამო ყოველთვის შეიძლება იჩხუბო, მაგრამ არ დაუდო ეს სათამაშო. თუ რაღაცა კონკრეტული ერთი რაღაცა ნივთის გამო ხდები და იცი რომ აი ამის გამო ჩხუბობენ, უბრალოდ უნდა ააცალო და გააცალო. ესე იგი ერთის ტყუილ მართლის გარჩევას დიდი აზრი არ აქვს, ნამდვილად, მაგრამ დაჟე ერთს ვერ დაჟე მეორეს, იმიტომ რომ ხო ეს ისეთი რაღაცა არის. შეიძლება უბრალოდ თუ იცი რომ ამ რაღაცა კონკრეტულ საჭმლის დადების დროს სიტყვაზე ამ დროს ჩხუბობენ, მაშინ ხო გასაგებია და იცი არ დაუდებ ან ცალ-ცალკე გაიყვან, ცალ-ცალკე აჭმევ, ნივთის გამო, რაღაცის გამო, კაი, არ მიცემ, ან ორივეს მიცემ, მაგრამ აი ეს რაღაცა ხო, ძირითადად აი ესეთი რაღაცა არის. კარგი, მოკლედ, მე მგონი რომ აქ რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტები მოვინიშნეთ ჩვენთვის, რაც შეიძლება გამოგვადგეს, ხო, მეგობრებო? და თუ კიდე რამე არ გაქვს დასამატებელი, ნელა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, მაგრამ მე ყოველთვის ვაძლევ ჩემს სტუმარს იმ ბოლოს იყვის თქმის საშუალებას, რაც მე არ ვიკითხე, იმიტომ რომ შეიძლება არ მომივიდა თავში. მე ესეთ რაღაცას დავამატები და ესეთ რაღაცას ვიტყოდი რა. როდესაც ძაღლი აკყავს და მიყავს სახში რა. უნდა კონდეს გათვითცნობიერებული თავიდან ბოლომდე, რომ ამ ძაღლს ჭირდება
იგივენაირი აღზრდა როგორც პატარა ბავშვს. ესეთი რაღაცა მქონდა პრაქტიკაში. ესე რომ თქვა მეგობარმა მთხოვა ერთ-ერთი კაკას ბავშვისთვის ესე უნდა და ლეკვი შეძენა რაღაც აჩუქრათ იმით ამით და მთელი აი ამ ძიებების და ამ რაღაცა იმის მერე ვიპოვეთ ეს რაღაც კონკრეტული ჯიში თავისი ამ ხარიცხი თავისი ყველაფრით ვიყიდეთ მივიყვანეთ და მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება რომ ჩვენ ძაღლის ასაყვანად მზად არ ყოფილვართ, იმიტომ რომ შეიქმნა პრობლემები, ბავშვმა ვერ მიიღო იქ რაღაცა ძაღლი, ეჭვიანა, რაღაცა დაშავებაზე შეიძლება გადასულიყო და იქნება გამომასხვისებინო რა. აი ეს უკვე ძალიან ცუდი რაღაცა არის. ერთი ოჯახიდან წამოვიდა პატარა საყვარელი ლეკვი. ისედაც დაისტრესა უკვე რომ ახალ რაღაცა გარემოში მივიდა. აქ რაღაცა არ დახვდა რა თქმა უნდა ის სიყვარული სითბო, მაგრამ არა ის სიტუაცია რომელშიც ახლა უნდა გააგრძელოს ცხოვრება. აქედან ხვალე უწევს ისევ კიდე სხვაგან წასვლა და ეს ძაღლი უკვე დასტრესილია. ამ პატარა ასაკშივე უკვე დასტრესილია. შენი მეგობრის სასარგებლოდ მინდა ის ვთქვა რომ აღიარა კი, აი ეს იყო მეც უთხარი, კი, ძალიან მარტივად მე ამას გავუსვი ხაზი რომ გაჯიუტდა და ის ძაღლი კიდე უფრო არ დასწრეს. კი, აი ზუსტად ეს იყო რომ რამე რომ უხდესო და რაღაცა ჩემ თავსაც არ ვაპატიებო, იმიტომ რომ ხო მე სხვანაირი რაღაცა მიდიოდა, სხვანაირი წარმომედგინაო ეს ყველაფერიო, მაგრამ ხო აი ეს მომენტი მეც მომეწონა ნამდვილად რომ პირდაპირ აი სიტყვებით აი ეს მომართა რომ ხო ჩვენ არ ყოფილვარ ძაღლის ასაყვანად მზად რა. მოკლედ გაითვალისწინეთ მეგობრებო ის რომ მართლა სერიოზული საფიქრალია ვიდრე ცხოველს აიყვანთ. გინდა ძაღლი იყოს, გინდა კატა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ის უკვე ფაქტიურად ოჯახის წევრი ხდება და ყველა სჭირდება გარკვეული ენერგიის დახარჯვა და თუ ეს შეცდომა დაუშვით, მე აღიარება მაინც შეძელით, რომ არ იყო ჩვენი. არ არის სათამაშო და არ არის ნიუტი. რა ეს ყველა უნდა გაითავისოს საერთოდ. რა ძაღლი არ არის სათამაშო და არ არის ნიუტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა თორნიკე გაიხარეთ. პასუხებისთვის. მე მგონი რაღაცეები მართლაც ვისწავლეთ და მოვინიშნეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძაღლი უფრო სოციალური იყოს და არ ქონდეს ეს სხვა ცხოველების მიმართ აგრესია. მადლობა ნუტრიმაქს სპონსორობისთვის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ეს არხი გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტარები დაწეროთ. რაც შეეხება თორნიკეს თავისი გვერდი აქვს, მისი რეკვიზიტები მითითებული იქნება YouTube-ზე ამ ვიდეოს ქვეშ და შეგიძლიათ მოძებნოთ და დაუკავშირდეთ. მოკლედ, კარგად იყავით.